ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. სამშვიდობისა. ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის არ შემდგარი კონსენსუსის მიუხედავად საარჩევნო კოდექსზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ როგორც ჩანს, მიმდინარე პროცესით უკმაყოფილოდ მხოლოდ პოლიტიკოსები არჩევიან. დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წევრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ საარჩევნო სიებზე პასუხისმგებელი ახალი დროებითი კომისიის ფორმატში მონაწილეობას ისინი არ დათანხმდებიან. ჩვენთვის ახალი დროებითი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც მხოლოდ 2012 წლის არჩევნებისთვის სიების დადგენას უზრუნველყოფს, მიუღებელია. პრობლემის ამგვარი მოგვარება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც ეწინააღმდეგება, აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები. არასამთავრობო ორგანიზაციათა მეორე ნაწილი კი ამ კომისიაში მონაწილეობის მიღებაში პრობლემას ვერ ხედავს. ამ კონკრეტული საკითხის გარდა არსებობს რიგი თემები, რომელიც ცვლილებებზე მომუშავე და შეთანხმებული ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლებამ ერთგვარ სიურპრიზად შესთავაზა. იგივე ვიდეო თვალი საკითხი მარკირების თემა, დავების განხილვების ვადების შემცირება და ასე შემდეგ. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საარჩევნო გარემოზე მუშაობას გამოეთიშა, აცხადებს, რომ ცვლილებები ისე განხორციელდება, როგორც ეს ერთ პარტიას, ანუ ნაციონალურ მოძრაობას სურს. რას ფიქრობს ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორი? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და ახალი თაობა ახალი ინიციატივის თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანი მსჯერებენ ამ საკითხებზე. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში სიხშირეზე FM 94.7-ზე. გადაცემა არგუმენტებს და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან, როგორც მოგახსენეთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა ახალი ინიციატივის თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანი. საღამოშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანეთ და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. დღეს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ასე რომ ვთქვათ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პირველ რიგში გააკეთა განცხადება, რომელსაც დანარჩენი ორი ორგანიზაცია შეუერთდა. პირველ რიგში მოდით გავარკვიოთ რას არ დათანხმდნენ ახალგაზრდა იურისტები და ის დანარჩენი ორგანიზაციის წარმომადგენლები და მე გავიგოთ კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია იმ კომისიასთან დაკავშირებით, რომლის შექმნის ინიციატივა უკვე შესულია პარლამენტში, ინიცირებულია ქრისტიან-დემოკრატების მიერ, თუ არ ვცდები, და გულისხმობს ერთგვარი ახალი შუალედური რგოლის შექმნას საჯარო რესტსა და ცესკო შორის, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სიების დადგენას. თამარ, თქვენ გამოხდით და განაცხადეთ, რომ ეს არ მოაგვარებს პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ზოგადად ეს პრობლემა არსებობს მუდმივად, რაც კი საარჩევნო ბატალიები არსებობს ქვეყანაში. რატომ? მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის, რაც შეეხება ამ კომისიას, ასე ვთქვათ, ამ კომისიის ფუნქციამ ტრანსფორმირდა, ასე ვთქვათ, მისი დანიშნულება და როლი პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული შეთანხმებიდან კოდექსში მის გათვალისწინებამდე, ასე ვთქვათ. ანუ, როდესაც შეთანხმებაზე იყო საუბარი, მაშინ მოიაზრებოდა, რომ კომისია უნდა შექმნილიყო, რომელსაც სიების მონიტორინგის, გადამოწმების ფუნქცია ექნებოდა, ასე ვთქვათ, და არა სიების დადგენის ვალდებულება. რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა და სხვათა შორის ალბათ იმაზეც უნდა ვისაუბროთ, როგორ რა ფორმით მოხდა აღნიშნული პროექტის მიღება. უკვე პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ ვერსიაში უკვე საუბარი არის იმაზე, რომ კომისია არის პასუხისმგებელი ამორჩეველთა ერთიანი სიის დადგენაზე. რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ შეუძლებელი არის კომისიას იმ ფორმატში, რა ფორმატშიც იგი იქნება, როგორი წარმომადგენლობითაც არის, ასე ვთქვათ, და ზოგადად რა ფუნქცია და დანიშნულებაც აქვს, რომ მას ჰქონდეს სიების დადგენის ან შესაძლებლობა, ან სწორი იყოს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს ამაზე. პირველ რიგში, იმიტომ რომ როგორც ვენეციის კომისიის საერთო რეკომენდაციაც, ზოგადი რეკომენდაციაც არსებობს, არ შეიძლება, რომ სიების დადგენა, ამორჩეველთა სიების დადგენა ხდებოდეს არჩევნებიდან არჩევნებამდე და კონკრეტული არჩევნებისთვის ხდებოდეს ამორჩეველთა სიის განსაზღვრა და დადგენა და ეს იყოს დროებითი ორგანოს მიერ გაკეთებული, არამედ უნდა იყოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელსაც გააჩნია აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი მოვალეობა და ფუნქცია შეასრულოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ და ამ შემთხვევაში მე ვისაუბრებ სამი ორგანიზაციის სახელით, რომელიც საერთოდ ერთად მუშაობდით რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომ სამოქალაქო რეესტრი უნდა იყოს ის ორგანო, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და აქ ხაზს გაუსვამ პასუხისმგებლობას იღებს სიების სისწორეზე და ასეთ კომისიას არასამთავრობო ორგანიზაციებს
თუ პარტიებს შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ ციების გადამოწმების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა და თუ კი ისინი აღმოაჩენენ ხარვეზებს, ისინი სავალდებულად, ანუ ნებისმიერი ხარვეზი სავალდებულად გასათვალისწინებელი უნდა იყოს. პრინციპული არის იმიტომ, რომ თვითონ კომისია თავისი ფორმატიდან გამომდინარე, მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება რომ ასეთმა კომისიამ დაადგინოს მაგალითად ციების სისწორე. მაგალითად გადაწყვეტილების მიღების წესი, როგორ იღებს კომისია გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით, რომ 21 ადამიანისგან იქნება შექმნილი 21 კაცი იქნება ამ კომისიაში და შესაბამისად თქვათ როგორ ხდება განხილვა, ან როგორ დაადგენს საერთოდ. მაგალითად ყველა სადაო ადამიანი, ყველა ამორჩეველი გადის კენჭის ყრაზე, ასე ვთქვათ და სათითაოდ ეყრება კენჭი ამ პირებს თუ როგორ ხდება, ანუ ძალიან ბუნდოვანია ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ რაღაცა დიდ მოლოდინებს ჩვენში არ იწვევს. მეორე რაც ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ უკვე გვქონდა ჩვენ გამოცდილება, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს გარკვეული დაფინანსება ამორჩეველთა სიების გადასამოწმებლად, თუმცა კარდაკარის პრინციპით, თუმცა ვიცით, რომ ამას ასე ვთქვათ დიდი შედეგი არ მოყოლია, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ, იმიტომ რომ ნაწილმა პარტიებისა, ასე ვთქვათ, გადაამოწმეს სიები, თუმცა ამას შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არ მოყვა ასახვა სიებში, ხოლო მეორე პრობლემა, ალბათ ესეც უნდა ვთქვათ, იყო ისიც, რომ ნაწილმა პოლიტიკური პარტიებისა ის მოვალეობა, რაც აიღეს სიების გადამოწმების მოვალეობა, არ შეასრულეს და შესაბამისად გამოვიდა, რომ საბიუჯეტო რესურსი, ის თანხა, რომელიც მათზე გაიცა, იყო აბსოლუტურად არაეფექტურად გახარჯული და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც მინდა ყურადღების გამახვილება. ჩვენ ვიცით, რომ სამოქალაქო რეესტრის მიერ CSKOS-თვის მიწოდებული სიები წარმოადგენს ამორჩეველთა ერთიანი სიის ძალიან დიდ ნაწილს და კანონმდებლობით განსაზღვრულია 4 თარიღი, როდესაც რეესტრი გადასცემს CSKOS-ს ამ სიებს. თუმცა ჩვენთვის ასევე ცნობილი არის ისიც, რომ როგორც პრაქტიკაში არსებობს ესეთი პრაქტიკა, რომ რეესტრი ბოლოს გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე 10 დღით ადრე. მაშინ, როდესაც ამ კომისიას თავისუფლებამოსილება შეუწყდება 2012 წლის 1 ივლისს. რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 10 დღით ადრე უბრალოდ შეუძლებელი იქნება იმის გადამოწმება რეალურად რა სია მიეწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. კომისიას მოუწევს 10 დღის განმავლობაში შეამოწმოს რეესტრის მონაცემები. ასე ვთქვათ, არა, იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ თითქმის შეუძლებელი იქნება იმის დადგენა რეალურად რა სია არის გატანილი კენჭისყრისთვის. ის არის ეს, ვთქვათ, კომისიის მიერ დადგენილი და შედგენილი სია თუ არის ეს, ასე ვთქვათ, რეესტრის მიერ მიწოდებული სია. რაც სრულიად არაეფექტურს გახდეს საკუთარ კომისიის. მაშინ რა შეჭირდება თუნდაც ხელისუფლებას ან თუნდაც უმცირესობას, რომელიც იღებს მონაწილეობას და არის მომხრე ამ გადაწყვეტილებას, რა შეჭირდება ასეთი კომისიის შექმნა? დიახ, ეს იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ასე ვთქვათ და მე ვერ გეტყვით პოლიტიკოსებს რა ამოძრავებდათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებაზე თანხმდებოდნენ და ეს ჩემი შეფასების საგანი არც არის და არც უნდა იყოს. უბრალოდ რადგან მოიაზრება ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა და ზოგადად სიების დადგენა მნიშვნელოვანი არის, ჩვენ ვფიქრობთ, მსჯელობთ ამ საკითხზე და ვფიქრობთ, რომ ეს ფორმატი იქნება აბსოლუტურად არაეფექტური. ყოველ შემთხვევაში მოლოდინი იმისა, რომ ეს არის ფორმატი, რომელიც ნამდვილად გაამართლებს და ნამდვილად სწორი არის, არანაირად არ გაგვაჩნია. სამაგიეროდ იქნება ესეთი ალბათ გაჩნდება ესეთი კონკრეტული მიმართულება, როდესაც პრეტენზიები იქნება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ვისი პასუხისმგებლობის საკითხია ალბათ იმ კომისიის, რომელიც შეიქმნეს სწორედ ამ. რა თქმა უნდა, პირდაპირ იღებს კომისია პასუხისმგებლობას სიების სისწორეზე. ანუ მაინც გამოსავალი იპოვა ყოველ შემთხვევაში რაღაცა პოლიტიკური სპექტრის რაღაცა ნაწილმა, ვისი მისამართი შეიძლება თითის გაშორა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ფიქრობთ ესეა მიშა თუ არა? თქონდა კომპლექტ გამოგესალმებით პირველად. რა თქმა უნდა, კომისიას ექნება პასუხისმგებლობა. დიახ. და კომისიამ ეს პასუხისმგებლობა უნდა გაამართლოს. და უნდა ჩაატაროს ის სამუშაო და არ უნდა განმეორდეს ის სამწუხარო ფაქტი, რაც იყო შარშან, რომ ახლა რამოდენიმე ათასობით ლარი დაიხარჯა აბსოლუტურად გაურკვეველი მიმართულებით. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ თუ მივიღებთ ამ კომისიაში მონაწილეობას, ჩვენთვისაც მთავარი ფუნქცია იქნება, რომ გადავამოწმოთ კომისიები და ამ კომისიას უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა, მონიტორინგის ფუნქცია და ის სია, რომელსაც გადაამოწმებს ეს კომისია და რაღაც პრინციპით შეთანხმდება, უნდა იყოს საბოლოო. ანუ მოლაპარაკება როცა იყო პარლამენტში დაახლოებით 2 კვირის წინ, იქაც იყო შეთანხმება მიღწეული, რომ ამ კომისიის მიერ გადამოწმებული სია იქნება საბოლოო და აღარ იქნება შესწორება მასში შეტანილი. ანუ ეს მესმის რომ ერთჯერადია
მაგრამ როცა არის რეალური პრობლემა ამ მრჩეველთა სიასთან დაკავშირებით, ერთხელაც სამუდამოდ არის გასაკეთებელი რაღაც ქმედითი ნაბიჯი, გადასადგმელი, რომ მაქსიმალურად გამოსორდეს ამ მრჩეველთა ერთიანი სია, ის ხარვეზები რაც არის ამ მრჩეველთა ერთიან სიაში აღმოიფხვრას, რომ მივიღოთ რეალური ამ მრჩეველთა სია. საბოლოო შედეგამდე მაინც ჯერ უნდა გავარკვიოთ, თქვენ ანუ ემხრობით, უბრალოდ უფრო დადებითად ხართ განწყობილი ესეთი კომისიის არსებობის. მოლოდინი ეხლა რა არის რა მოლოდინი, განსაკუთრებული მოლოდინი, რომ ამ კომისიის მიერ დადებული სია იქნება აბსოლუტურად ზუსტი, რომ არ იქნება არანაირი ხარვეზი, მაგის მოლოდინი არა მაქვს. მაგრამ სრულყოფილებაზე ხო არ არის საუბარია, უკეთესი სია თუ კომისია იმუშავებს ქმედითა და ხა იმის განსაზღვრა წინასწარ რომ ეს კომისია ნამდვილად კარგად იმუშავებს, არ იმუშავებს, ხა მაგის ჩემგან ქმედით მუშაობაში რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ანუ პირველ რიგში უნდა რამდენად ეს გამოჩნდება პირველივე დღეებში. როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რამდენად მოქნილი იქნება ეს 20 კაციანი კომისია, რა თქმა უნდა, რთული არის. და მით უმეტეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იქნება 20 ადამიანის მიერ, როცა მიდის მსჯელობა. არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი, თავიდანვე უნდა განისაზღვროს ყველა პრინციპი და ჩამოყალიბდეს პირველივე შეკრებებისთანავე, როგორ უნდა მოხდეს გადამოწმება. ეს ძალიან ესეთი საკითხი არის ხა. ზოგი თვლის რომ კარდაკარ უნდა გადამოწმდეს, კარდაკარ ვინ უნდა გადამოწმოს 20 კაცი ხო არ ვილის ვთქვათ. თითო სუბიექტი ხო არ ატარებს თავის წარმომადგენელს. ბევრი საკითხი რა თქმა უნდა ღია არის და მას მსჯელობა ჭირდება და ჯერ ადრე ალბათ იმას საუბარი, ვთქვათ ეს კომისია გაამართლებს, არ გაამართლებს. ანუ იმისი რესურსი ამ კომისიაში ამის თქმა შეგიძლიათ თუ ჯერ არ შეგიძლიათ მაინც. ანუ რა ფორმატი იქნება შემოთავაზებული იმის მიხედვით გადაწყვეტილი. ანუ ფორმატზეა დამოკიდებული ყველაფერი. თქვენი კოლეგა ამ შემთხვევაში აცხადებს, რომ ეფექტურობა იქნება ძალიან ნაკლები ამ კომისიის. ანუ ჩვენი მიზანი არის რომ კომისია იყოს ეფექტური. თუ ჩავთვლით და შევხედავთ თუ ჩვენი მონაწილეობით ეფექტურობა გაიზრდება და ზოგადად კომისიის მუშაობა იქნება ეფექტური, ჩვენ რა თქმა უნდა მონაწილეობას მივიღებთ. კარგი, მაშინ მოდით თამარმა დაგვიზუსტოთ ეფექტურობა, არაეფექტურობა რაში გამოიხატება, რომ კიდევ ერთხელ პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ იმ შედეგის მიღწევა, რა შედეგზეც საუბრობს ჩემი კოლეგა, ალბათ უფრო სწორი იქნება, რომ ასე ვთქვათ, ამ მიზნისკენ მივდიოდეთ გადამოწმების გზით, ასე ვთქვათ, და ამ კომისიის მოვალდებულება იყოს და მოვალეობა დატვირთვა ფუნქცია იყოს ის, რომ მონიტორინგი განახორციელოს და თუ კი ვთქვათ, ასე ვთქვათ, რაღაცა ხარვეზებს, პრობლემებს აღმოაჩენს სიაში, უკვე ცენტრალური საარჩევნო იქნება თუ სამოქალაქო რეესტრი, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას დღესდღეობით ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიას ეკისრება ეს ვალდებულება. სავალდებულოდ განიხილოს თითოეული ასეთი არასწორი, ასე ვთქვათ, მონაცემი სიაში და გამოასწოროს ეს ხარვეზი. და ეს პასუხისმგებლობა უნდა არსებობდეს და ეს უფრო სწორი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ვიდრე ის, რომ კომისიამ, ასე ვთქვათ, ასე ვიტყვი, მაგრამ რაღაცა გაუგებარი ფუნქციების დატვირთვის მეთოდოლოგიით მომუშავე კომისიამ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სიები იქნება სწორი. მე მრჩება ესეთი შთაბეჭდილება და ალბათ ასეც არის, რომ ქვეყანაში არსებობს ორი ძალიან სერიოზულად ბიუჯეტიდან დაფინანსებული უძლიერესი უწყება, რეესტრი და ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და პირდაპირ არის ვალდებული სიები. პასუხისმგებლობას თქვენ ამის მე მიჩნდება ესეთი განცდა, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში ორი ასეთი სერიოზული რესურსის დაფინანსების და გამოცდილების მქონე უწყება არსებობს, იმის ნაცვლად რომ მათ აიღონ პასუხისმგებლობა სიების სისწორეზე, პასუხისმგებლობა გადმოდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე, პარტიებზე და ასე შემდეგ. თუ კი ჩვენ გვინდა ის, რომ იყოს გადამოწმება მოხდეს სიების, კარგად, ეფექტურად, გამართულად, მაშინ სწორი იქნება, რომ სწორედ გადამოწმების მოვალეობა ქონდეს კომისიას და არა, ასე ვთქვათ, სიების სისწორეზე პასუხისმგებლობის. გასაგებია. თამარ, უფრო მნიშვნელოვანია ალბათ ის, რომ მივიღოთ ჭეშმარიტებასთან არსებული დაახლოებული სია. ამისთვის ხომ არ შეიძლება რომ ეს რესურსი გამოიყენოს თუნდაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომ სწორედ იბრძოლოს თუნდაც იმისთვის, რომ არსებობდეს რაღაც მიახლოებითი სია იმისა, რაც რეალურად არსებობს ქვეყანაში. არ გიფიქრიათ ამაზე რა რესურსი? ამ მიზნით შეიძლება რაც შეეხება ვთქვათ იმას, შესაძლებელია თუ არა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას რა წვლილი შეიძლება ამაში კონდეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არ აქვს ის რესურსი, რომ მაგალითად კარდაკარ პრინციპიდან გამომდინარე ვიაროთ ასე ვთქვათ მოსახლეობაში და დავადგინოთ სიების სისწორე. და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმაზე, რისი ეფექტურად გაკეთებაც არ შეგვიძლია და ნამდვილად მე არ ამგონია, რომელიმე ორგანიზაციას ძალიან ცოტა არასამთავრობო ორგანიზაცია არის, ალბათ ან არ არის, ვისაც აქვს იმის რესურსი, რომ გაწვდეს ასე ვთქვათ ყველაფრის კარდაკარის პრინციპით ან ნებისმიერი სხვა პრინციპით გადამოწმებას. კი ბატონო, მიშა, ხომ არ გაკავებთ ეს პასუხისმგებლობის გზნობა, რომელიც შეიძლება ამ კომისიის წევრს დაეკისროს, თუნდაც იმისთვის, რომ მიიღოთ უკვე განვიცხადოთ
მივუხადოთ პასუხი, შეხვალთ თუ არა ამ კომისიაში. პასუხისმგებლობის ზრდომა არანაირი პრობლემა არ არის. ხა როგორ არ არის? პასუხისმგებლობა დაგეკისრება და რატომ დაგეკისრება და მაგას ეს არ არის თქო ჩვენთვის შემოფერხებელი ფაქტორი. გზად ვართ ვიმუშაოთ თუ სხვა კომისიის სხვა წევრებიც იქნებიან მოტივირებული. უამრავი საყვედური იქნება მე რომ სიები გაყალბებული არასწორად არის. სიების ეხლა საიდან მოდის სია? დღეს ხო გვაქვს ჩვენ უკვე სია 3 მილიონი ნახევარი ადამიანი არის ჩარიცხული ამ სიაში. და შედგენილი არის სამოქალაქო რეესტრის მიერ. ანუ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ამ სიას სწორია თუ არა, უკვე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფო სამოქალაქო რეესტრს პირველ რიგში, რომელმაც ეს სია შეადგენს. ამ კომისიამ რა უნდა გააკეთოს? უნდა გადაამოწმოს რამდენად სამართლიანად არის დღეს აქ ის სია კომისია ვერ დაიწყებს ნოლიდან ვერ დაიწყებს კომისია სიის შედგენას. უნდა აიღოს არსებული სია გადაამოწმოს. თუ რომ ფაქტიურად წარმოუდგენელია ნოლიდან სიის შედგენა. ანუ გამოჩნდება პირველ რიგში რამდენად სწორედ იყო გაკეთებული საერთოდ ის სია, თუ ქმედით თუ რა თქმა უნდა ამ კომისიამ იმუშავა საკმაოდ აქტიურად. გადაამოწმა კარდაკარ, ჩაატარა საინფორმაციო კამპანიები. ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, როგორ შეიძლება გადაამოწმოს სიები. რაც შეეხება კარდაკარ გადამოწმებას, ახლა ჩვენ ქონია გამოცდილება 100,000 ადამიანი იყოს გადამოწმებული 2006 წელს. დაახლოებით მაშინ 10%-მდე ხარვეზი ვიპოვეთ და ეს მიწოდებული იყო CSGO-თვის, რომელმაც გაითვალისწინა ის ხარვეზები. ეხლა ვფიქრობთ, რომ არსებობს როგორც არასამთავრობო სექტორში, ისევე აქ მონაწილეობს ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიები. მათ აქვთ საშუალება რესურსი ყავთ რეგიონალური წარმომადგენლობები, მათ აქვთ საშუალება რომ რეალური სურათი თუ არის ადამიანები ძალიან ხშირად გვესმის ხო რომ არიან გარდაცვლილები, არიან მიწერილები, არ არსებობს კორპუსები. ანუ კონკრეტული ფაქტები დაიდოს და აქ არის მთავარი ხა ჩემთვის რა იქნება მნიშვნელოვანი რომ ამ კომისიის გადაწყვეტილება თუ კომისიამ გადაწყვეტა რომ ეს კორპუსი არ არსებობს ნამდვილად. ეს იყოს საბოლოო, რომ მე უკვე რეესტრმა უკვე ახლიდან არ მოიტანოს, თქვა ნებისმიერმა უწყებამ, რომ თქვა ეს სია მე შეიცვალოს. თუ სია იქნება საბოლოო კომისიის, რომელსაც კომისია მიიღებს, მაშინ ჩვენი მონაწილეობის ალბათობა უფრო გაიზრდება. ანუ ჩვენ არ გვინდა რაღაც ვიმუშაოთ, რამოდენიმე პერიოდი დამაში დავხარჯოთ და მე უცებ აღმოჩნდეს რომ სხვა სია დაიდო. არა, მე როგორც ვთქვი, ხა თამარი აქ ცოტა სხვა სურათს ხატავდა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ამაზე უნდა აიღოს სახელმწიფო სტრუქტურამ, რომელიც ფინანსდება იმას უკვე აღებული აქვს. ანუ რეესტრი უკვე აღებული აქვს 3 მილიონ ნახევრიანი სია. ჩვენ დაგვეგისტრება, ანუ პასუხისმგებლობა დაგვეგისტრება იმაზე, რომ გადავამოწმოთ. და თქვათ, ანუ ჩვენი პასუხისმგებლობა სხვა როგორ ჩვენ 3 მილიონ ნახევრიან სიას არ ვდებთ. სია რომელიც იქნება წარდგენილი, ამაზე პასუხისმგებლობა ვინ? სია რომელსაც მოიტანს სამოქალაქო რეესტრი 3 მილიონ ნახევრიან სიას, პასუხისმგებელი იქნება რა თქმა უნდა სამოქალაქო რეესტრი. ესეა თემა. ანუ სიას მიაწვდის კომისიას დასაწყისისთვის, თუმცა ესეც მე მგონი ჯერ ცხადი ბოლომდე არაფერი არ არის, მაგრამ წესდეს უნდა წარიმართოს მუშაობა, რომ სია უნდა მიაწოდოს თავდაპირველი რეესტრმა, მაგრამ აქ მთავრდება რეესტრის პასუხისმგებლობა სიებზე და არჩევნებზე. იმიტომ რომ შემდეგ უკვე ეს პრობლემა არის თქვა ამაში არ არის საქმე. ამაში არ არის საქმე. საქმე იმაში არის რომ რა სიით ჩატარდება არჩევნები, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რა სიით ჩატარდება. ეხა შეტანილი კოდექსში ორი მოსმენით მიღებული, ასე ვთქვათ, კოდექსის ცვლილების პროექტი, რომელიც ორი მოსმენით არის მიღებული, ამბობს, რომ ეს იქნება კომისიის პასუხისმგებლობა. ანუ ის რომ რეესტრმა თავიდან ვთქვათ, მოგაწოდათ სია და იმაში ძალიან ბევრი ცუდი რაღაც იყოს და შეცდომა იყო, გასაგებია, მაგრამ ის რომ არჩევნები ტარდება კარგი სიით, გამოსწორ ან ცუდი სიით, ეს უკვე ვისი პასუხისმგებლობა იქნება. რა თქმა უნდა, იქნება კომისიის პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ამორჩეულთა ერთიან სიას ადგენს კომისია. და მეორე, ასე ვთქვათ, ჩემთვის რაც პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ის საკითხი, ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ საბოლოოდ აირევა სიები. თუ კი მაგალითად პოლიტიკური პარტიები ან არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ გააკეთებენ, ვერ გადაამოწმებენ კარგად და სინამდვილეში გაუარესდება, ასე ვთქვათ, სია ვიდრე გაუმჯობესდება. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ვინ აგებს მაშინ პასუხს და რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით ასეთ შემთხვევაში? ანუ გვაქსია დღეს ხო არსებობს სია, რომელსაც ჩატარდა წინაარჩევნები, ტარდებოდა წინაარჩევნები და არის საშუალება რომ გადამოწმდეს სია, არ გამოიყოფა რაღაც რესურსი გადამოწმებისთვის. ანუ იყო შარშანდელი ვარიანტი, როცა პოლიტიკურ პარტიებს ცალ-ცალკე მიეცათ თანხა და ამ მეთოდმა არ გაამართლა. არის ახლა ახალი საშუალება და არის ახლა გაამართლებს, არ გაამართლებს, მაგალითად წინასწარ ახლა 1 ივლისს რასია დაიდება, ეს კომისია ეფექტური იქნება, რა თქმა უნდა, საფრთხები ბევრი არსებობს, რომ კომისიამ შეიძლება ვერ იმუშაოს კარგად, მაგრამ ამ შანსის გამოყენება რატო არ უნდა მივიღოთ, ჩვენთვის მიუღებელია, რომ გაუგებარია უფრო რატო არ უნდა ცადოთ.
რომ ვიმუშაოთ. აი, სხვა მექანიზმი შევიმუშაოთ. ამაზე მე მგონი საუბარი მაგრამ თუ იქნება ალტერნატიული უფრო ეთესი წინადადება შემოთავაზებული, მაგრამ როდის უფრო ეფექტური გზა არის? უფრო ეფექტური. ანუ ხო, უნდა იყოს დობა, უფრო მაღალი, ანუ უნდა პოლიტიკურ პარტიებს თვითონ მონაწილეობა პირველ რიგში. რომ თქვა მათი დობა გაიზარდოს. თუ ისინი არ იქნებიან ჩართულები, მათი დობა არ იქნება. მაგაში მეტახებით. უბრალოდ მხოლოდ გადამოწმების ფუნქცია რო კონდეს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში გამოვლენილი ხარვეზი რომ სავალდებულოდ CSKO-ს მიერ შედიოდეს შესწორება. არა, ესე არ არის. ესე არ არის. შეხვედრაზეც იყო ნათქვამი რომ ეს რასაც გადამოწმეს მიერ პირდაპირ წერია პროექტში რომ ამომრჩეველთა ერთიან სიას ადგენს ეს კომისია. ანუ რადგან საერთაშორისო რაღაცას ამოიღებს, რაღაცას შეცვლის, რაღაცას წაშლის, რაღაცას დაუმატებს. არა, ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად კომისია როგორ წარმოგიდგენთ, ხო არის ახლა სია. როგორ უნდა ახალზე რა როგორ უნდა შეცვლას. საქმე იმაშია, რომ თუ კი მაგალითად კომისია შეძლებს თქვათ პირობითად თქვათ 100,000 დაშვებული შეცდომიდან 1000 შეცდომის გამოვლენას, ხომ? ამ 1000 შეცდომას, ასე ვთქვათ, მიაწოდებდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვალდებულება ექნებოდა, რომ შეესწორებინა ეს 1000 ხარვეზი სიაში, ხომ? დღეს ვიღებთ რა მდგომარეობას. ანუ რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელია იქნებოდა რეესტრი და ცენტრალური საარჩევნო კომისია და ისინი გაითვალისწინებდნენ იმ შესწორებებს, რა შესწორებებსაც მიაგნო ასე ვთქვათ კომისიამ. დღეს თუ იგივე 1000 შეცდომას 100,000-დან აღმოაჩენს კომისიას, მის სიაში იქნება დანარჩენი, ასე ვთქვათ 99,000 რაღაცა შეცდომა და პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკაცრავად, მაგრამ ანუ ის რომ სია პასუხისმგებლობა რატო გადმოდის კომისიაზე? თუ რეესტრი ვინც ადგენს საბოლოო სიას, იმაზე არის პასუხისმგებლობა. მანდა საბოლოო სია რატო არის? მე უბრალოდ ახალგაზრდთა ასოციაციის სახელით ვისაუბრებ ასეთ შემთხვევაში და იმის თქმას, რომ მაგალითად 100,000 პრობლემური ხარვეზული, ასე ვთქვათ, მონაცემიდან მხოლოდ ვთქვათ 500 ან 1000 გამოსწორდა და დანარჩენი 80 და მით უმეტეს ამის გამოსწორება სხვანაირადად შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, და დღეს რომ 99,000 ხარვეზი არის ამ სიაში, ამაზე ორგანიზაციამ მე მგონი არ იქნება სწორი პასუხი. მიშა, აუცილებლად უნდა მოვისმინოთ თქვენი პასუხი ამაზე, ოღონდ გადაცემაში რეკლამის დრო და რეკლამის შემდეგ დაბრუნდები და ბოლოდეთ. მაშინაც თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში გადაცემა არგუმენტებს. ჩვენი სტუმრები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თამარ ჩიკოშვილი და მიხეილ დევდარიანი. ჩვენ საუბრობთ საარჩევნო სიებზე, უფრო სწორად მექანიზმზე, როგორ შეიძლება უფრო გაუმჯობესებული სია მივიღოთ, სია, რომელზედაც შემდეგ უკვე დამოკიდებული არჩევნების ბედი და ზოგადად არჩევანი თითოეული ჩვენი საქართველოს თითოეული მოქალაქის და მათ შორის ჩვენიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აიღოს ამ კომისიამ იმაზე, რისი გაკეთებაც მას უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლიათ, არ შესწევს. მიშა აცხადებს, რომ მას სურს გააუმჯობესოს სია და არა იდეალური მაგალითად წარმოგვიდგინოს, მაგრამ როგორ უნდა გააუმჯობესოს ამ მექანიზმებზე ვერ თანხმდებიან დღეს ჩვენი სტუმრები და ზუსტად რეკლამამდე თამარი საუბრობდა იმაზე, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ იქნება 500 შესწორებული, დანარჩენი 90,000 კი ხარვეზით იქნება, ხო შესწორებული. პირობითად ვიტყვით ჩვენ ამაზე. თქვენ თუ ხართ მზად იმისთვის, რომ 500-ის შესწორებული 500-ისთვის აიღოთ პასუხისმგებლობა, მაშინ როდესაც საერთო ჯამში შესწორებული არ იქნება სია. ანუ ჩვენ თუ გეცოდინებთ რომ 100,000 შეცდომა არის და 1000 ვიპოვეთ, რა თქმა უნდა კომისიამ ვერ იმუშავა მაგას ნიშნავს. ანუ წინასწარ იმის თქმა რომ რამდენი იქნება და რამდენს იპოვის კომისია, მაშინ რო ვიცოდეთ ჩვენი ზუსტი რიცხვი, მაშინ პრობლემაც აღმოფხვრილი იქნება, რამდენი შეცდომა არის. კი ბატონო. ანუ თავარი რა არის? ანუ დღეს არის გამორჩეულთა ერთიანი სია. ხოთ ეს კომისია რო არ შეიქმნას, რა მოხდება? ამ სიით ჩატარდება არჩევნები. არის საშუალება რესურსი, ანუ სიის გადამოწმებას ნებისმიერ ვარიანტში ჭირდება რაღაც რესურსი. ჭირდება თანხები, ჭირდება ადამიანური რესურსები. არის საშუალება რომ გამოიყოს ეს თანხები და ადამიანებს მიეცეთ საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს, რომ გადაამოწმოს ეს სია. ეხლა თავარი არის მე ეს კომისია როგორ იმუშავებს, რამდენად შეთანხმდება ეს 20 ადამიანი. შეიძლება საერთოდ პირველივე ხდომაზე იყოს პრობლემა და ვერანაირი გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნას, იმიტომ რომ ყველა უმრავლესობით გადაწყვეტილება ვერ მიიღოს კომისიამ. შეიძლება ესეც პირველი რა თქმა უნდა პირველი საფრთხეა. კომისიამ საერთოდ ვერ იმუშავა ამ შემთხვევაში. ანუ ეხლა იმიტომ არ შევიდეთ რომ კომისიამ ვერ იმუშავა, ეს არ არის არგუმენტი.
მე რა ვიცი, ანუ წინასწარ ვერ ვიტყვით, რომ თქვა კომისია ვერ იმუშავებს. შეიძლება კომისიამ ძალიან კარგად შეხმატკივრებულად ერთხმად მიიღოს გადაწყვეტილებები. რა მექანიზმით უნდა გადამოწმდეს, როგორ უნდა გადამოწმდეს ეს კომისიამ უნდა იმუშაოს. ახლა მეც ჩემი რომ მოსებხრობთ რომელ ვარიანტს. არის ზოგიერთი მეთოდი არის. კარგად გადამოწმება არის საინფორმაციო კამპანიები, შეიძლება ჩვენი ინიციატივა იყო ადრეც ამორჩევლის საინფორმაციო ბარათი, თქვა შეიძლება საკმაოდ ეფექტური საინფორმაციო კამპანიები ჩატარება, ყველა ამორჩევლს დაგვიზანოთ ბარათი, თუმცა წოდებული ამორჩევლის ბარათი, არჩევნებამდე თქვა გაზაფხულზე და წავიდეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომ თუ ეს ბარათი არ მიგიღე, ესე იგი სიაში არ ახარ, თუ ამ ბარათში წერია შენი მონაცემის შეცდომით, თქო დროულად გვაცნობოთ. ძალიან ბევრი საშუალებები არსებობს, სოციალური ქსელის გამოყენება შეიძლება ინტერნეტის უფრო აქტიურად გამოყენება შეიძლება რეგიონებში უმჯობესია რომ კარგად დამოწმდეს რა თქმა უნდა შეიძლება გამოფინოს სიები თვითონ სადარბაზოებში გამოფინოს ქუჩებში გამოფინო ვთქვათ რაიონებში და ყველა ამორჩევი თვითონ მოქალაქეებმა უნდა იყო ოპოზიციის ვერსიაც ეგრეთ წოდებული რუიანის შეთავაზება სიების გადამოწმებასთან დაკავშირებით ალბათ საქმის კურსში ხართ ამასთან დაკავშირებით ბიომეტრიულ სიებზე როცა იყო ბიომეტრიული სიები ეს იყო შედგენის სხვა მექანიზმი არის იმაზე შეთანხმება ვერ მოხდა, შესაბამისად ის უკვე სხვა რაღაცას მოგულისხმობს. ეს არ არის გადამოწმება. ეს უკვე არის შედგენა უკვე ახალი სხვა, რომელსაც ემატება დამატებითი დამატებითი ახალი კომპონენტი, არ ხარ სიაში არის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი, ამორჩეულთა სიაში რეგისტრაციის თარიღი და ბიომეტრიული მონაცემი დამატებული. მიშა, ამ არსებული რესურსით, რომელსაც ამ შემთხვევაში კომისია ჯერ კიდევ არ ვიცით დეტალურად რას თავაზობს. ეს კომისია რა თანხები ექნება, საერთოდ არ ექნება. შესაძლებელია სიის გაუმჯობესება. შესაძლებელია ციის გაუმჯობესება თუ კომისიის ყველა წევრის სურვილი იქნება რა თქმა უნდა. კი ბატონო, და ზოგადად მე პასუხისმგებლობაც აიღოთ ამას. შესაბამისად, რა სამუშაოსაც ჩავატარებთ. ანუ არის კიდე მომენტი ვთქვათ რა თანხა იქნება. ხა თუ ანუ მე ესე ვიღებ. ანუ რა თანხაში რა საქმეს გააკეთებ, მაგასაც მნიშვნელობა აქვს, ხო? თქვენ უფრო შეხვალთ ამ კომისიაში ვიდრე არ შეხვალთ. თუ ამ კომისიის გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და ეს აღარ უნდა გახდეს მე კიდე მსჯელობის საგანი და როგორც თამარი ამბობდა რომ უკვე მეათე დღეს რაც გაურკვეველი სიები მოვიდეს ეს თუ ამის გარანტია თუ იქნება ჩვენი და პასუხი იქნება უფრო დიახ ვიდრე არა. კი ბატონო. და ეს ანუ ამ კომისიას არ უნდა იყოს რომ რაღაცა ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯოს როგორც ადამიანური ისე ფულადი და მე უცებ სხვა სია გაჩნდეს. ჩვენ სია გვაქვს ანუ რეესტრს უკვე ანუ პასუხისმგებლობაზე უნდა თქვა კომისიას უფრო ნაკლები პასუხისმგებლობა აქვს, თავი პირველადი პასუხისმგებლობა აქვს სამოქალაქო რეესტრს და მან რომელიც სიასაც მოგვა გაწერილი იქნება რაში წერია? ეს წერია. სადმე იქნება გაწერილი, რომ პირველადი პასუხისმგებლობა იქნება საჯარო რეესტრის სიის შედგენაზე უმთავრესი პასუხისმგებლობა აქვს სამოქალაქო რეესტრს. ანუ კომისიამ როგორ უნდა დაიწყოს მუშაობა, უნდა მოვიდეს 3 მილიონი ნახევრიანი სია კომისიაში, თქვა სრული მონაცემებით, უფრო რომელიც არის რომ ის მონაცემებით რომელიც საჯარო არ არის და იმის გადამოწმება უნდა წავიდეს. ანუ ის სია თუ არ ვარგა ეს უკვე თავიდანვე დადგება სამოქალაქო რეესტრის პასუხისმგებლობა. ანუ დღესაც ჩატარდა, დღესაც მოქმედი სიაც უკვე არ ვარგა. და მაგაზე მიდის საუბარი, ეს სია, ანუ სამოქალაქო რეესტრის მიერ შედგენილი, ანუ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, შედგენილის გადამოწმება მიდის, რომელსაც კომისია დაადგენს იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რასაც იპოვეს. შეიძლება საერთოდ ვერ იპოვოს თეორიულად, შეიძლება საერთოდ არ მოგვექცეს. თამარ, რომელია თქვენთვის უფრო ეფექტური გზა სიების სიებს რა თქმა უნდა გადამოწმება ჭირდება და ეს ასე ვთქვათ აღიარებულია და ყველა მიცის. თუნდაც ამ მეთოდების გამოყენება, რაზეც არის ანუ სხვადასხვა მეთოდები ახსენა მიშამ და ვეთანხმებ რომ ბევრი მეთოდი არსებობს სიების გადამოწმების და ეს უნდა ხდებოდეს თუნდაც ამ კომისიის მიერ, მაგრამ კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს. მთავარი პრობლემა არის რომ იმ წინადადებაში სადაც წერია რომ სიების დამდგენი ასე ვთქვათ არის ეს კომისია და ამომრჩეველთა ერთიან სიას ადგენს ეს კომისია. ჩემთვის მე მაგალითად პრობლემას ხედავ აქ. თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელსაც აქვთ ვალდებულება აღებული, ასე ვთქვათ, აკეთებენ სიების გადამოწმებას, ისინი თუნდაც იმიტომ, ჩემი აზრით ეს ჩემი აზრი არის, თუნდაც იმიტომ ვერ შევლენ იმ კომისიაში, რომ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი იქნება. შეუძლებელია რომ გადამოწმებით იყო დაკავებული და თან იყოს სიის დამდგენი. იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. შეუძლებელია რომ შენ მაშინ შეიძლება სიების მონიტორინგი გააკეთო, ასე ვთქვათ და იყო ასე ვთქვათ ამოწმებდე სიებს, თუ კი ამაზე პასუხისმგებლობა აქვს ან რეესტრს ან CSKOS, მაგრამ თუ კი შენ თვითონ ხარ სიების დამდგენი და შენ თვითონ ამოწმებ, ასე ვთქვათ, იმის სისწორეს, ჩემი აზრით აქ სუფთად ინტერესთა კონფლიქტის მომენტი ჩდება. ეს მომენტი არ არის თქვენთვის გასათვალისწინებელი? ჩემს პირველ რიგში მაგასაუბრად. თუ დამდგენი არ იქნება, მაშინ ჩვენი მონაწილეობა ძალიან სათუ გახდება. ანუ ჩვენი მომენტი არის რომ ამ კომისია უნდა იყოს, ანუ ჩვენ შევამოწმებთ და მე არის ამ CSKO გაითვალისწინებს ან არ
გაითვალისწინებს, კიდე ამაზე ვარაუდი უნდა წავიდეს. რომ რამდენად რაღაც პასუხი გველოდოთ, რამდენად იქნება გათვალისწინებული. არის საშუალება რომ გადაამოწმო და ეს ყველა გადამოწმული ხარვეზი რომელსაც აღმოაჩენ, პირდაპირ ასახოს სიაში. დიახ. თქვენ გინდათ იყოთ ამ ფუნქციით ჩვენ მინდა რომ მაქსიმალური წული შევიტანოთ. ეს არნიშნავს მანამდე მე უნდა ვიარო ან ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა უნდა იაროს. ანუ ეს კიდე რა თქმა უნდა მსჯელობის საკითხი უნდა იყოს კომისიის მუშაობის კომისია რო შეიკრიბება, მაგრამ ის სამუშაო რაც ჩატარდება კომისიის მიერ, უნდა ისახოს დაუყოვნებლივ ამორჩეულთა ერთიან სიაში. და ის აღარ უნდა გასაჩივრდეს. გასაგებია. მოდით კიდევ არის რიგი საკითხები. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამის გაკეთება, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, უფრო სწორი იქნებოდა, როგორც არაერთხელ ვთქვი, დღეს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას იღებენ არა მხოლოდ იმ გამოსწორებულ ხარვეზებზე, არამედ გამოუსწორებელ ნაწილზე სიისა. და რეალურად ეს მდგომარეობა გვაქვს. ყველა კომისიის წევრი პასუხისმგებლობას იღებს არა მხოლოდ იმაზე, რაც მისი შრომის შედეგად გამოსწორდა, არამედ იმაზე, რაც ვერ გამოსწორდა და რა ხარვეზებიც კომისიაში დარჩება. ეს არის ჩემთვის მთავარი პრობლემა. ანუ ჩვენი პოზიცია იყო ის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნაწილი ამ კომისიისა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი ასე ვთქვათ, გამოვლენილი, აღმოჩენილი ხარვეზები სავალდებულოდ გათვალისწინებული იქნებოდა ამორჩეულთა ერთიან სიაში, მაგრამ იმის გარეშე, რომ სიის დანარჩენ ნაწილზე, ასე ვთქვათ, იმ ნაწილზე, რომელიც კომისიამ ვერ გამოასწორა, პასუხისმგებლობას არ აიღებდა კომისია. მაგრამ დღეს რეალურად არის ეს მდგომარეობა, როდესაც ნაწილი როგორ უნდა განსაზღვროთ, თამარ. ანუ იმიტომ რომ ჩვენ ვერ გვექნება კომისიას ვერ ექნება ის ამბიცია და ალბათ ძალიან რთული იქნება, არ ვიცი თუ ამას კომისია შეძლებს, მე პირადად ძალიან მოხარული ვიქნები, მაგრამ ძალიან ეჭვმეპარება რომ კომისიამ შეძლოს ის, რომ დადოს იდეალური სია, ასე ვთქვათ და აიღოს პასუხისმგებლობა. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც პარტიები, პასუხისმგებლობას იღებენ რაღაცაში გამოსწორებაზე, რაც მოხდება, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობაზე იღებენ ხარვეზებზე, რომლებსაც ვერ გამოასწორებენ. და ეს ჩემი აზრით არის არასწორი, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ამაზე უნდა კონდეს არა კომისიას, არა ვიღაცას, არამედ უნდა კონდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და რეესტრს, ვისაც კანონით ევალება, ვისაც აქვს მანდატი, ვისაც აქვს რესურსი, რომ ასეთი პასუხისმგებლობა აიღოს. ვერ ვთანხმები, ანუ პირველი მანგას ესია CSGO-ს და სამოქალაქო რეესტრს უკვე გაკეთებული აქვს. და მათი პასუხისმგებლობა უკვე დგას. ეს როსიესია რო შეადგინეს. ავტომატურად დგას თამარა. ავტომატურად დგას. ეს უკვე დღეს დგას. დღეს არჩევნები ჩატარდეს. რო დაინიშნეს ეს აფსი იქნება ჩავატაროთ. დღეს, ასე ვთქვათ, სანამ ცვლილება არ არის შესული კანონში ბოლომდე, ორი მოსმენით არის მხოლოდ მიღებული. დღეს ისინი არიან პასუხისმგებელი. მაგრამ როგორც კი არჩევნებისთვის დაიდება სია, რა თქმა უნდა იქნება. არა, კანონში წერია რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიას დაადგენს კომისია. და რა თქმა უნდა, საბოლოო პასუხისმგებლობა არის ამ კომისიაზე და კომისიის ყველა წევრზე არის პასუხისმგებლობა თითოეული გაპარული შეცდომისთვის, თითოეული ხარვეზისთვის. კომისია რო შეიკრიბება, პირველი უნდა თქვას, რას გააკეთებს. ახლა იდეალური სია თუ გააკეთდა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, რომ კომისიას მანამდე უნდა ეთქვა, რას გააკეთებს, ვიდრე ცვლილება შევიდოდა კანონში, იმიტომ რომ კომისიის წევრებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორი იქნება გადაწყვეტილების მიღების წესი, ამას დაადგენს პრეზიდენტი და არიციან კომისიის წევრებმა რა მეთოდებით როგორ აპირებენ მუშაობას და როგორი იქნება თუნდაც გადაწყვეტილების წესი, თუნდაც ფორმირება, თუნდაც ვინ იქნება წევრი. ეს ყველაფერი ვიცოდი რომ მაგის მერე გადაწყვეტავთ, შევდივარ თუ არ შევდივარ. ამ წინასწარ იმის თქვა რომ არ შევდივარ. ეს ახალგაზრდა იურისტებმა ამ შემთხვევაში თქვენი საფიქრო, თუმცა უარი განაცხადეს ამ კომისიაში შესვლას. თვითონ გადაწყვეტავ, მაგრამ იქნება ისეთი მექანიზმი იქნება შემოთავაზებული, რომელიც ძალიან მისაღები იქნება. მე ვამბობ რა ჩვენთვის რა არის მთავარი? უნდა იყოს ეს ამ კომისიის გადაწყვეტილება, უნდა იყოს საბოლოო და არანაირად არ გონია რომ პასუხისმგებლობა იქნება კომისიის. კომისიის პასუხისმგებლობა იქნება, რასაც განაცხადებს, რო ვთქვათ, მე შინიათ ამ პასუხისმგებლობის თამა როგორც ვთქვათ. რო კომისია რასაც განაცხადებს, ის უნდა შეასრულოს. და ის თუ რაღაცას ვერ იპოვის, ეს რა თქმა უნდა ცუდი იქნება, მაგრამ გაუმჯობესება უნდა იყოს, თქვა თუ არის ხარვეზი რაღაცა პირობითად 10, თუ აღმოიფხვრება 6, 7, იქნება ეს უკვე ძალიან საკმაოდ დიდი მიღწევა. ჩემთვის მე ჩავთვლი რომ კომისია მიმუშავა ეფექტურად. 6, 7, 10-დან? 10-დან. პირობითად ესეც უკვე მიღწევა იქნება. სულ არაფერს არ მივიღოთ. უარესი სურათი, მაშინ ვიტყვით რომ კომისიამ არ იმუშავა, არ იყო ესეფექტური. 100-დან 6, 7 რო იყოს მხოლოდ გამოსწორებული, მაშინ დავშვებით. ანუ ეს 100 როგორ უნდა გავზომოთ ესე როგორ გონიათ? როგორ ზომავთ? აი როგორ ზომავთ 100? აი არ არსებობს მექანიზმი. ეს უკვე გამოჩნდება არჩევნების შემდეგ, რეალურად ამ იმის შემდეგ, ვთქვათ, პირველი ხა თუ კომისიამ საკმაოდ დიდი მონაცემები სამწუხაროდ იქნება ისეც რომ თუ აღმოაჩინა რომ კომისია რომ სიაში ყოფილა ძალიან ბევრი ხარვეზი ეხა ის რომ ვთქვათ რეესტრის პასუხისმგებლობა არ იქნება, ეს ჩემთვის მეუღებელი რაც ნიშნავს, რომ ვთქვათ თუ აღმოჩნდა რომ სიაში არის თქვა დაახლოებით 9 მილიონის შეცდომა და რეესტრის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ წუთშივე თუ კომისიამ აღმოაჩინა ეს ფაქტი. არჩევნები
ჩატარდება თქვენს მიერ, პირველი კომისიის მიერ. დაიდება სია 9 მილიონი, რომელიც ძალიან მარტივ რაღაცას ვამბობ, ძალიან მარტივს, არჩევნები ჩატარდება კომისიის მიერ დადებული სიით. შესაბამისად, იმ სიაში, რომელიც კომისიამ დადო, თუ იქნება 100-დან 99-ის შეცდომა, პასუხისმგებლობა საბოლოო, რა თქმა უნდა, არის კომისიაზე. კომისია იღებს ვალდებულებას იმისას, რომ იქნება ეფექტური, ამ რესურსს გამოიყენებს ისე კარგად, რომ შექმნის იდეალურ სიას. მაგრამ სხვადასხვა რაღაცას ვამბობ. ანუ ჩვენ ახლა მე რა მესმის, არის სია და ეს სია შეადგენს სახელმწიფო სტრუქტურამ, ის არის პასუხისმგებელი ამ სიას. იქნება კომისია, რომელსაც უნდა გადაამოწმოს და უნდა თქვას, რომ ეს სია ნორმა, რომელიც ამბობს, რომ დავადგენ ამორჩეულთა ერთიან სიას. იმიტომ რომ კანონში ესე წერია, კანონში წერია, რომ ეს კომისია ადგენს ამორჩეულთა ერთიან სიას. სტომაზე ხო ვიყავით, არა, რას ნიშნავს დავადგენ? უნდა გადაამოწმოს, უნდა თქვას, რომ ეს არის შესასრულელი, ეს არ არის შესასრულელი. და მე მესმის, როდესაც კანონში წერია, რომ ეს კომისია დაადგენს ამორჩეულთა ერთიან სიას, მე მესმის ესე, რომ ეს კომისია იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამორჩეულთა სიას ადგენს ის და შესაბამისად ის უნდა იყოს ძალიან კარგი, თითქმის უნაკლო, ხო? ხო ასეა. თითქმის უნაკლო არა. ან უნაკლო სრულიად. უნაკლო უნდა იყოს ეხლანდელი სიას, მაგას ხო მეთანხმებით. დღევანდელი მოქმედი სიაც ხო უნაკლო უნდა იყოს რეესტრის მიერ შედგენილი. უნდა იყოს, კი. ხო. ანუ პასუხისმგებლობა, ანუ ხო არის რეესტრის, დღეს ხო არის, ანუ ხო არის რომ დაინიშნოს არჩევნები. დიახ. ხო შეიძლება. ხო ჩატარდება ამ სიით. დიახ. მისი პასუხისმგებლობა არის. ცენტრალური საარჩევნო კომისია. ეხლა ამ სიას რომ მოგწევთ, თქვათ, რომ შესწორება რო არ შევიტანოთ. კომისია მიმუშავა და აღმოაჩნდა, რომ შესწორება არ არის შესატანი. პასუხისმგებლობა რა ის იქნება? კომისიამ მაგრამ რეესტრის აღარ იქნება? არ იქნება უთამარია. საიდან საწავა რეესტრის პასუხისმგებლობა, სად მიდის მაგას ვერ. კარგი. არა, ის სადი კარგება რეესტრის პასუხისმგებლობა, რა მომენტში კარგება? არა, ჩდება თქვენი მამაში არის რომ ჩდება კომისიის პასუხისმგებლობა. კომისიისად ჩდება და არა კომისიის რეესტრმა ოდესღაც შეიძლება რაღაცა არასწორად გააკეთა ის თქვა, მაგრამ საბოლოო პასუხისმგებლობა შემოდის ახალი პასუხისმგებლობის გადანაწილება ხდება სრულად ახალ სუბიექტზე. მაგაში გეთახმებით. ანუ მაშ ეგ უფრო სწორი არის რომ რეესტრიც და კომისიაც, მაგრამ არა მარტო კომისია. კარგი. არა, ის რომ თქვათ რეესტრს დამატებით ვიღაცამ შეიძლება პასუხი მოთხოვოს რაღაცა დარღვევისთვის, ეს თალკე თემა არის. ვიღაცას იპოვით და ვიღაცას ვერ იპოვით. არა, მე იმას ვამბობ, რაღაცა გამოუსწორებელი დარჩება, ისო იმაზე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, მაგაზე ვინა იღებს პასუხისმგებლობას. ხარვეზების პოვნის შემთხვევაში ამ ხარვების სავალდებულოდ გამოსწორება შეიძლება და ამის გაკეთება შეიძლება და სხვა ფორმით. როგორ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა წინასწარ, რასაც ვერ იპოვით. თავისთავად აიღებთ ყველა კომისიის წევრი. რა თქმა უნდა, გადაცემაში რეკლამის დროა, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვშება და დასკვით ნაწილში ზოგადად უნდა შევეხოთ ასევე სხვა ცვლილებებსაც, რომელიც შევა საარჩევნო კოდექსში და რომლის ინიციატორი ნაციონალური მოძრაობა იყო. დაგველოდეთ დაუბრუნდებით. და უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში გადაცემა არგუმენტებს. ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო გარემოზე და საკითხები, რომელიც ცოტა ხნის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ შესთავაზა, ესე რომ ვთქვათ, თავად ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით სიურპრიზად ოპოზიციურ სპექტრს, არა მარტო ოპოზიციურ სპექტრს, ეს არის რამდენიმე საკითხი, რომელმაც გამოიწვია ერთგვარი უკმაყოფილება. ეს არის ვიდეო თვალი, მარკირების საკითხი, ვადების საკითხები და ზოგადად სურათი, რომელიც დაიხატა ამის მიხედვით. მე მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. თამარ, კმაყოფილი ხართ იმ ცვლილებებით, რომელიც შეიძლება შევიდეს? დიახ, ჩვენ მრავალი წელია ვმუშაობთ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე და ჩვენი რეკომენდაციები, ისევე როგორც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მაგალითად EUTHOS და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები გულისხმობს იმას, რომ ბევრი საკითხი არის არასათანადოდ დარეგულირებული საარჩევნო კანონმდებლობაში, ან საერთოდ არ არის დარეგულირებული და ბევრად უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სხვაგვარი მიდგომა არის საჭირო იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო რეალურად შეიცვალოს. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი საკითხი, თითქმის ყველა საკითხი, რომელსაც მე ახლა გულისხმობ ამ რეკომენდაციებში, ასე ვთქვათ, დარჩა რეგულირების მიღმა და ჯერჯერობით ეს ახალი საარჩევნო კოდექსის ვერსიაში, იმიტომ რომ როგორც ცნობილი არის, მთავარი ცვლილებები, რაც აისახა, ეს იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული შეთანხმების პუნქტები და რამდენიმე სხვა ცვლილებაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, წინა საარჩევნო კამპანიის წარმოების საკითხები, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები, დავების ძალიან მნიშვნელოვანი
ნაწილი და ის რაღაცა მცირედი ცვლილებები, რაც ამ საკითხებს შეეხო, რეალურად ვერანაირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურად ვერ გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. ჩვენ ვაპირებთ პარლამენტთან ძალიან ცუდი არის, რომ ისე შეიქმნა პროექტი, რომ მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი ინტერესისა, ჩართულობის ან ყველა პროცესში, რაც ხდებოდა, აბსოლუტურად ჩვენგან საიდუმლოდ დაფარულად მოხდა ახალი კოდექსის დაწერა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტთან მუშაობის შედეგად შესაძლებელი იქნება, რომ უფრო უკეთესი ვერსია ჩამოყალიბდეს საბოლოო ჯამში საარჩევნო კოდექსის, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ ამ კოდექსში ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავთ, მაგრამ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან აქტიურად მუშაობას. გასაგებია, ეს ცვლილებები ვერ შეცვლის საერთო ჯამში, რომ ვთქვათ, ვერ გაუმჯობესებს საარჩევნო კოდექსს. ესე მიიჩნევს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც არ მოაწერა ამ შეთანხმებას ხელი და ახლა მოვისმენთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიცია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მიშა? ეს პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ეს არ არის ახალი კოდექსი იდეურად. არის ძირითადი ცვლილებები, რომელიც შესული არის პოლიტიკურ პარტიებს მიერ მიღებული შეთანხმება და არის საკმაოდ რამოდენიმე მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ნაწილის, პოლიტიკური პარტიების ნაწილის. ნაწილის, ანუ მეც აღნიშნე, რომ პოლიტიკური პარტიების არ დამოკიდებულია რაოდენობა. ანუ რა არის, ეს კოდექსი არის უკეთესი ვიდრე იყო. წინა კოდექსი, ანუ იდეურად თქვა დაახლოებით იგივე მუხლები არის გადმოტანილი, უმეტესობა რაც წინა კოდექსში გვხვდება. არის რამოდენიმე დადებითი მომენტი, არის ახლა მე უფრო მეტი მინდოდა ვიდრე ყოფილიყო უფრო მეტ და იმედი მაქვს რომ მივახცევთ იმასთან პარლამენტში საბოლოო რედაქციით როცა იქნება მიღებული საარჩევნო კოდექსი უფრო მეტი დადებითი მუხლი ჩაიწერება უფრო გაუმჯობესდება შევიდა რომელი იყო გათვალისწინებული რომელი შეთანხმების საფუძველზე რაც არის პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იმ დროს როცა საკმაოდ მწირი არის ოპოზიციური პარტიების დაფინანსება საკმაოდ ფაქტიურად მათ არ აქვს დაფინანსება და ისე აწარმოებენ კამპანიას ეს საკმაოდ პოზიტიური არის და ვთვლი რომ ეს არის მინიმუმი რაც შეიძლება მიეცეს პოლიტიკურ პარტიას. უფრო მეტი არის საჭირო რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ თანხა რომ აწარმოონ ნორმალური საარჩევნო კამპანია. გასაჩივრების ვადა გაიზარდა. ამოვიღეთ ეს მარკირება რომელიც არის აბსოლუტურად უქმედით უნარო დამცავი საშუალება რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. დავების დაკავშირებით რა ხდება? ანუ დავების გასაჩივრების ვადა გაიზარდა მაგრამ დავების განხილვის ვადა? არა გასაჩივრების განხილვის ვადა გაიზარდა 1-დან 4 დღემდე, 2-დან 4 დღემდე. არა ეს ფოლდერ შემთხვევაში, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში შემცირდა. საკითხი არის საარჩევნოობაზე. ძალიან რთული იყო, როცა საარჩევნოობაზე დარღვევა იყო, მეორე დღესვე მოგეხდინა საჩივრის დაწერა. ამას საკმაოდ ისეთი პირიქით. და ეხლა ხდება 4 დღე გაქვს ვადა, რომ მოამზადოს საარჩელი. რა ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი არის ესეთი შეიძლება ესეთი ისე არ იყოს ბევრმა ყურადღება ფარულობის გარანტია არა ფარულობა ანუ ეხლა რა ხდებოდა რასაც წავაწყდი დაახლოებით 2 დღის წინ თელავში გახსნილი გამორდებოდა ამორჩეველი და რომელსაც ეჭირათ ღია ბიულეტენი ახალი კოდექსით თუ ამორჩეველი არ მოკეცავს კაბინაში და ისე გამოვა ბიულეტენი ისე გამოიტანს ბიულეტენს ის ბიულეტენი შეიძლება ბათილად გაფუჭებულად და ამორჩეველი ვალდებული იქნება შევიდეს და ახლა გააკეთოს ძალიან დრო ცოტა დრო გრჩება აქედან გამომდინარე მე პასუხი ესე მივიღე თქვენგან რომ თქვენ ეს არის გარღვევა რაღაც არც ველოდი გარღვევა ეს არის რამოდენიმე ნაბიჯი წინ და ნუ მეტი არაფერი ნაბუნდები ნაბიჯი წინ, მაგრამ როგორც ჩანს ახალგაზრდა იურისტები ამას არ ეთანხმებენ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც ახალი კოდექსი, ანუ ვთქვათ, ფუნდამენტურად ახალი რო არ არის სამწუხაროა, მაგრამ ახალი კოდექსის პროექტი თვითონ თავისთავად ის ფაქტი, რომ ახალი კოდექსი დაიწერა, ასე ვთქვათ, ეს რეკომენდაციაც იყო და სწორიც იყო, იმიტომ რომ ახალი კოდექსი ჭირდება, ახალი კოდექსის შექმნა იყო აუცილებელი, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ნამდვილად, ასე ვთქვათ, პრინციპულად და ფუნდამენტურად ახალი დებულებები, ახალი მიდგომები ნამდვილად არ ყოფილა ასახული და ის სხვადასხვა მაგალითად ხმების პროპორციულობა იქნება თუ ხმის წონა იქნება თუ სხვადასხვა ძალიან ფუნდამენტური პრობლემები, რაც სისტემასთან მიმართებით არსებობს, წინა საარჩევნო კამპანიასთან მიმართებით არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რჩება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, მაქსიმალური შედეგი, მართლაც კარგი, მისაღები, სწორი წინა საარჩევნო გარემო და ჩვენი მოთხოვნები ნამდვილად ძალიან მაღალი არის, ასე ვთქვათ და ამ მაღალ მოთხოვნებს ვფიქრობთ, რომ ვერანაირად ვერ შესაბამება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანეთ და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. იქიდან გამომდინარე, რომ 2012 საარჩევნო წელიწადია, ჩვენ ძალიან ხშირად მოგვიწევს კიდევ ამ სტუდიაში შეკრება და საარჩევნო საკითხებზე საუბარი, მსჯელობა. თამარ ჩუგოშვილი, მიშა დევდარიანი, ჩემ გადაცემის სტუმრები, მადლობთ მობრძანებისთვის. 29 საათზე მაესტროს ახალამბებს ბაკათინცაძე გაგაცნოთ, 10 საათზე პირდაპირ საუბარი იქნება ტრადიციულად და ეკაბერძის სტუმრები იქნებიან გოგი ხუციშვილი, თამარ ხიდაშელი, მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.